წამებაში ეჭვმიტანილი ციხისა და პოლიციის თანამშრომლების ნაწილი თავისუფალია. რატომ დაკითხა პროკურატურამ ისინი მხოლოდ მოწმის სტატუსი და რატომ არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მათი ნაწილის წინააღმდეგ. 54 ახალი ტელევიზია და 8 ახალი რადიოსადგური 2012 წლის შემდეგ. როგორია მედია გარემო და რამდენად თავისუფალია მედია საქართველოში. ჟურნალისტთა და მედია ექსპერტთა შეფასებები. რუსული გაზის ტრანზიტი და შესყიდვა იზრდება. საქართველოს ენერგობაზრის დივერსიფიკაცია თუ მზარდი მოთხოვნა, რომელსაც აზერბაიჯანი ვეღარ აკმაყოფილებს. რა ალტერნატიულ წყაროებზე მიუთითებს პრეზიდენტი. საღამომშვიდობის ეს 20:30-ია, მე მაკაცინცაძე ვარ და ჩვენ ჟურნალისტებთან ერთად დღის მთავარ თემებს წარმოგიდგენთ. საქართველოს და მედიის თავისუფლების ხარისხი, მოწოდებები თავისუფალი სიტყვის დასაცავა და უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებული სკანდალური სატელეფონო ჩანაწერი. რაზე საუბრობენ მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია. თემის გაგრძელება რამდენიმე წუთში. დღეს 20:30-ში როგორია მედია გარემო საქართველოში რეპორტაჟი და თემის გაგრძელება გადაცემის მეორე ნაწილში. ჩვენ შეკითხვებს ინტერნეტ გამოცემა აიპრესის მთავარი რედაქტორი თამარ ლეფსვერიძე, ასევე გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, 4G-ის მთავარი რედაქტორი გია იაკობეშვილი უპასუხებენ. ასევე პირდაპირ ჩართვა გურიიდან და სამცხე ჯავახეთიდან გურია ნიუსის რედაქტორი ნატო გოგელია და სამხრეთის კარიბჭის მთავარი რედაქტორი ნინო ნარიმანიშვილი 20:30-ში, მანამდე კი დღის სხვა თემები. რამდენიმე წუთის წინ უკრაინულმა ვარევიომ მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერიას სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა. ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მიხეილ სააკაშვილი რევოლუციას საქართველოშიც გეგმავს. ჩანაწერების ავთენტურობა ამ დროისთვის დაუდგენელია. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დაუსვეს შეკითხვა ნიკა გვარამიას მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის სატელეფონო საუბარზე. თუმცა გვარამიამ განაცხადა, რომ ის ხშირად ესაუბრება მიხეილ სააკაშვილს. მისი თქმით, თუ ვინმე გამოაქვეყნებს მისი და ყოფილი პრეზიდენტის სატელეფონო ჩანაწერს, კანონით აგებს პასუხს. 20:30 განმარტებისთვის ნიკა გვარამიასაც დაუკავშირდა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. რაც შეეხება გიგა ბოკერიას, ნაციონალური მოძრაობის პრესამსახურის თქმით, ის 20:30-ს არ უპასუხებს. თუ რამე სახის განმარტება გაკეთდება, მას ჩვენ გადაცემის განმავლობაში შემოგთავაზებთ. ბატონო, რა ძმაო ნიკოლოზ, როგორ ახლა დაიყალე? დავიყალე ძალიან ოღონდ მართლა. არა, მოგვიგებოს. არა, შეასრულო. ხომარა ცოტა გამხნევე შენ ისინი რაღაც თანამშრომლები, თუ რაღაცა ის ამხნევებულები არიან, просто დაბნეულები არიან, ისე ვერ გაიგეს დღეს იქ იჯდა ყველა და გლებდნენ ისეთ იქნა იმ ტიპმა რა. აბარა შეიძლება ხა შემდეგ იმაზე მიიღებს გადაწყვეტილებას. არა, გადაწყვეტილებას მიიღებს, ნუ თავარია რას იზავს ეს ახსულების ნაწილის ეშინია ყველას და იმედია ხო რა ვიცი ამ ნახატი. ახსულების ნაწილს მიიღებს ერთნიშნულად. ერთნიშნულად. საერთოდ და მერე როგორ წარმოგიდგენთ? უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენაზე და მოუწოდეთ ხალხს დაცვისკენ, უნდა გამაგდეთ, უნდა ბარიკადები გააკეთოთ, ბარიკადები ოღონდ და რაღაცა ესე, იმენა საბარიკადიროაც ბოლომდე, მოიბაროყოთ წყალი ისა და პროსე ჩორლებრივად უნდა იყოს რავალკვირიანი სტენდოფი. ეს არ უნდა იყოს შორები, უნდა გარშემო დაამწყოთ დიდი ბარიკადები. უნდა უეხავე დაიწყოთ ამის მომზადება, რკინები ისინი მიიტანოთ, დააწყოთ აი просто ჩოვლებრივ ციხესიმაგრე უნდა გააკეთოს. გარშემო რამდენიმე ფანი დაცვის ხაზი, კარვები, ისა, ეგ არის ერთადერთი. მაგრამ გზა სხვა არ არსებობს. ის კონცერტი აუცილებლად მოაწყოთ და ასე. იასნა. კაი, გავიგე. ფიზიკური უპრობლემები გააკეთე რა, იმინა просто მაგ სპეციალისტებიც არსებობენ, რომ ძალიან ძნელი იყოს გახსნა რა. რამდენი ბარიერი, მერე ბევრი რკინის კონსტრუქცია, მერე სასაფლაოს დააშენებს. ეხლა უნდა დაიწყოთ შენობა. რა, მიუხედავ ხო არ მიუხედავ. ფინალურ შემთხვევაში просто ერთი შოთ უნდა მიხედო. შემდეგ ის წერა იქნება აღება და 22 შემოსვლა იმით აღება. ეს აღება არ უნდა დაუშვოთ 1500-2000 კაც ჩოლებად ყოველთვის ვიშოვეთ რომ გამაგრონ. უნდა გამაგროთ, როგორც კი გამაგდებით ერთი კვირა, всё ძალიან გაუჯერებთ. ხო, ну просто მე შემოსავალში გამიჭირდება, მაგრამ მაშინ განახმარეს. რა შემოსავალი გშორტო, ჩოლებრივ რევოლუცია ომია. ხო, ну შემოსავალი ჩერო ეხლა ეს ხალხს რაღაც ხომ საჭმელი ხომ ჭამა. ეთო
მაგე ხომ არა ახლა აქ არის საუბარი კვირაში და ამჟამად ფიქრობ რომ ეგეთ რაზვას გაიქნება 2 კვირაში ერთნიშნულად და რომ ეგრესებს და ეს რა ქვია კონცერტი 23-ში სად არის რა ადგილს თავშლებს მაგას ხო და 22-ში ეგრე აპირებენ მიღებას ეგ არ დაუშვებს კონცერტს 22-ში და მე აპირებენ 22-ში შემოვარდა 22-ში უნდა იყოს გარშემო კონსტრუქციები და ის კონცერტი მაინც უნდა მოხდეს და იქ უნდა იყოს ხალხი აქ უნდა იყოს ხალხი ეს არის კონცეფტი უცხოელს ამერიკაში ხოლმე სტეიტ-დეპი გააკეთებს statements როგორც გითხრას ელჩელს შევხვდები ხვალდაზე და მაგასიც არიან ამერიკაში მაგრამ ხელი არა უნდა ხო მაგათ შეუძლია რა ამერიკაში შეუძლია მაგრამ მე მგონი ხო გეუბნე აუცილებლად გამოყალიბდი მაგ სცენაზე იშოვეთ ბაივიკები რომელიც დაიცავენ საბოლოო ჯამში ეს როლი დამთავრდა მეგრე უკრა მომსოვარ კარგი რა დამილაგდება ეხლა პროსტო გონებაში დღეს ღამე რომ გამოვიძინებ და ხვალ დილიდან მივხედავ რა კაი მე ხა გვარამიას უთხარი შემდეგი რაღაცა 22-ში ეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას და 22-ში აღასრულებენ შერენ რუსთავში. ეს რო არ დაუშვას, ხვალიდან უნდა დაიწყოს შელებობა რკინის კონსტრუქციას არ უშვეს, მანდ ბევრი ბარიკადა უნდა გააკეთოს, რომ ის აღება იყოს ერთგვარი და ციხესიმაგრე უნდა აშენოს საცხოვრებელში. და თავისი დაცვით, გამაგრებებით, ბაივიკებით, რომ პროსტა სროლის გარეშე ვერ შევიდნენ. ბაივიკები მაგას არ აყავს, არა. რა კომას. არა, შუაში პარტია უნდა დააყენოს. ორი, ხო, მაგასთვის ჩვენ მემზადებით რომ პარტიამ დააყენოს. ადგილის დათვალიერება და რაღაც დღეს შევხედეთ როგორ არის. დიდი სივრცე არის ძალიან, მაგრამ მან პრობლემა ის არის რომ ორი ადგილია სადაც უნდა შევიდნენ, რომ გათიშვათ უნდა თელისში შეუძლიათ შევიდნენ. სადა? თელისში? სიგნალი იქიდან მოდის, ხო? მე რა ჯობია სიგნალი გათიშოთ, მაგრამ რუსთავი არსებობდეს ინტერნეტში იმაში ამას. კი, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ეგ არის რომ თელისის გამაგრება ძალიან ადვილია. ხო ვიცი რა, ადვილება რა, ბევრი ხალხის დაყენება რთული. ანუ ხო გესმის, ბევრი ხალხი ორგანო რთულია, ანუ. მაგას გადიან ახლა ჩვენები კიდე ხვალ გაიგია, რა შეიძლება ააშენოს კიდეს კონსტრუქცია, ადნაზნაჩი. ხო, მაგრამ როგორ რაღაც ადგილი შეგახსოვს, როგორია? ერთი რკინის კონსტრუქცია ეგრე რომ ვერ შეახწევ არსებს, მანდ უნდა იყოს რომ უნდა ჯახი მოხდეს, ანუ უნდა მაგრად მოგერიონ რომ რაღაც აიღონ, თორე რკინის კონსტრუქცია რომ ვერ შევიდეს რაღაც სპეციალური დანიშნულების რაზმი, ეგეთი მე ესე უცებრად წარმოვიდგინე, იმ ხელა სივრცე არის. აშენებადია გიგა ხელას მიყვება. ძრაფად თუ აშენებს დაშენებადია. აი შევხედავ ადგილს კიდე. აშენებადია, სხვას გზას მე ვერ ხედავ. ერთი კვირა უნდა გამაგდნენ და მე ეს იდიოტი უცხოელები რა შევიან. ხვალ რაღაცა დიდ განცხადებას აკეთებს სახელმწიფო დეპარტამენტი. ამ თემას. დიდ განცხადებას თუ პროსტა კითხავენ სპიკერს და რაღაც საიკნოს. ხო, ესე უთხრეს ამათ რომ შეხვდნენ და იქ დაუძახეს რომ მოდით რომ უნდა გადმოგცეთ განცხადებაო. არა, აი ნახოთ რა. მოხუცი ეგ ამბავი რა ხდება ეგ ჩვენ ხელში პირდაპირ არ არის და არ გამოხმოურება პერსონალურად რას გვეტყვის კავტერიტორია და რაც ნახოთ კიდე რამეს აპირებენ თუ არა დამატებით, მაგრამ მაგისგან დამოუკიდებლად მოქმედებ ჩვენ ადგილზე. შენ იქ ხო იქნები და გეტყვი დამატებით რაღაცებს კიდე, მაინც ტელეფონით არ მინდა. როდის ჩამოდიხარ შენ? მე ჩამოვიდა 3 საათი ცუდო გამიდოს. ვიცი ხო, მაგრამ ხო ვექნება 1.5 საათი მაინც. როდის არის ეგა ზეგ, ხო? ხო. რომელ საათზე? ნუ ხო, რომ როცა არის გამოსო 5-ია თუ რა. ოკეი. შენ და რა მაინტერესებს ნიკას ეხა წამოვედი მე ნიკას გან 1 საათი წინ მე უნდა შეხვედრო ჟურნალისტებს და როგორ განწყობაზე გეჩვენა. დაბნეულები არიან ჟურნალისტები, მაგრამ უნდა გამხრევოს ხა ნიკა თვითონ გამხრევ. მე ეხა ძალიან დაღლილი ვარ და მოვიდე აზეო ცოტა. ხო, დაღლილი დღეს თელი დღე იქ იყო, ყველამ დავიღალე. მანდ უნდა ააშენოთ კირის კონსტრუქცია ფიზიკურ. მე ვთქარ ნიკა შეიძლება ათქას სროლა მაგისთვის ზათვა იყო. ვაიმე. და ეგრეა რა. საჭირო ეხა ფიზიკურ დაპირის უნდა ვაჩვენოთ რომ ეს შეგვიძლია რა. თუ ეგ არ შეგვიძლია, აფერი გავიგე ჩვენთვის.
Ცხოვრება ჩვენ მივიქცეთ ყურადღებას. ყურადღებაზე არ არის ბრძოლის უნარიანობა უნდა ვაჩვენოთ. ყურადღება გაკრეს აქ. უნდა იყოს წყვილპირის დანაყვები და თუ გაისვრენ და გაისროლენ. რა ვქოთ. კარგი. გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გიგა ბოკერიამ რამდენიმე წუთის წინ საინფორმაციო სააგენტო პიასთან კომენტარი გააკეთა, რომლის მიხედვითაც ჩანაწერი ადასტურებს ორ რამეს. ერთ იმას, რომ მოსმენები უკანონოდ გრძელდება და თავხედურად მერე ამას გვაჩვენებენ და მეორე კონკრეტული მუქარაც იყო გვარამიას მისამართით, რომ გამოაქვეყნებდნენ სააკაშვილთან საუბარს. ეს ადასტურებს იმას, რომ შიკრიკი, რომელიც გააგზავნა მთავრობამ, იმ მუქარებით გვარამიასთან ნამდვილად არსებობდა. პროკურატურამ აბსურდული ფაბრიკაცია გამოიყენა გამოძიების დასაწყებად ამ საუბარს გამოიყენებს თუ არა, არ ვიცი. ახალი სათქმელი არაფერია, ეს არის საჯარო პოზიცია, წითელი ხაზი არის რუსთავიორის ჩახშობა, ეს არავისთვის სიახლე არ უნდა იყოს. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც იქნება განხორციელებული, აცხადებს გიგა ბოკერია საინფორმაციო სააგენტო პიასთან საუბრისას. მედიის თავისუფლება საქართველოში. ტელეკომპანია რუსთავი 2 ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე სხვა მაუწყებლები და მედია ექსპერტების ნაწილი კი თავისუფალ მედია გარემოზე საუბრობენ. პრემიერ-მინისტრი ტელეკომპანიების დაარსების სიმარტივეზე ამახვილებს ყურადღებას და მედიას სრულ თავისუფლებას პირდება. მედია ბაზარი ნახეთ ლიკალელიშვილის რეპორტაჟში. 54 ახალი ტელევიზია და 8 ახალი რადიოსადგური. ყველა მათგანმა ფუნქციონირება 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ დაიწყეს. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით დღეისათვის საქართველოში 114 ტელევიზია მაუწყებლობს. Თუ რაღაც ერთი კვირა არის საჭირო იმისთვის, რომ გახდე მაუწყებელი, უნდა წარმოადგინო კანონით განსაზღვრული ყველა დოკუმენტაცია და შემდეგ უკვე ხორციელდება ავტორიზაცია კომისიის რეესტრში და პირი ხდება მაუწყებელი და მას ნებისმიერ დროს შეუძლია დაიწყოს მაუწყებლობა. ის რომ საქართველოში ტელევიზიის გახსნა მარტივია, ამის თაობაზე სპეციალური განცხადება პრემიერმა მთავრობის ხდომაზე გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მედია თავისუფალია. მედია გარემო არის აბსოლუტურად თავისუფალი. და ჩვენ მართლაც ვართ ლიდერები მთელს რეგიონში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში არასოდეს, მე გულისხმობ არასოდეს არ შეიზღუდოს ნებისმიერი ფორმით, რაიმე ფორმით მედია საშუალების ფუნქციონირება. პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ტელეკომპანია რუსთავიორში. კომპანიის გენერალური დირექტორი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას მათი დახურვა სურს. ნიკა გვარამია არ უარყოფს, რომ ისინი შესაძლოა მიკერძოებულები არიან, მაგრამ ასე ფუნქციონირებენ სხვა მედია საშუალებებიც. საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხი, ისევე როგორც სასამართლოს თავისუფლების საკითხი უკვე გადაწყვეტილია არა თავისუფლების სასარგებლოდ სამწუხაროდ. მე ვფიქრობ, რომ რუსთავი 2 არის ყველაზე უფრო გავლენიანი და პროფესიონალური ტელევიზია ამ ქვეყანაში, ის რომ მას გარკვეული მიკერძოებები აქვს, ამას ჩვენ თვითონაც ვაღიარებთ. თუ დღეს შეიძლება შევაფასოთ თავისუფლების რაღაც ხარისხით, მედია რუსთავი 2 დღეს ალბათ ყველაზე თავისუფალი ტელევიზიაა და მედია საშუალება. ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტი თეონა გეგელია მიიჩნევს, რომ საქართველოში დღეს მედია თავისუფალია. მედიის თავისუფლებაზე საუბრობს ტელეკომპანია მაესტროს წამყვანიც, თუმცა ნინო თოლორდავას რუსთავი 2 ირგვლივ განვითარებული მოვლენები კითხვის ნიშნებს უჩენს. 2012 წლის შემდეგ ყველა ვთანხმდებით ალბათ იმაზე, რომ მედიას თავისუფლად სუნთქვის საშუალება მიეცა. შეხება ბოლო პერიოდში მედიაში მიმდინარე პროცესებს, რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვის ნიშნები ჩდება. მედიის თავისუფლების ხარისხზე ლაპარაკის დროს, გასულ წლებში, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, პირველი ასოციაცია, რაც მიჩნდებოდა, ეს იყო ხელისუფლების წნეხი ამ პროფესიის ადამიანებზე, ამ ორგანიზაციებზე და ასე შემდეგ. ლიბერალური კანონმდებლობა და სიტყვის თავისუფლება. იანთაძის შეფასებით, სწორედ ასეთი მედია გარემოა დღეს საქართველოში. ამბობს, რომ კანონი ჟურნალისტებს სრულ თავისუფლებას ანიჭებს. კანონმდებლობა არის ძალიან კარგი იმისთვის, რომ მედია გარემო იყოს სრულიად თავისუფალი. კანონმდებლობა დღეს არის ბევრად უკეთესი, ვიდრე ოდესმე ყოფილა საქართველოში, მაგრამ რეალობა გვაქვს ისეთი, რომ ჩვენთან საგამოძიებო ჟურნალისტიკა არ არის წახალისებული, ანალიტიკური ჟურნალისტიკა არ არის წახალისებული. მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ბოლო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა. მსოფლიოს 199 ქვეყანას შორის პრესის თავისუფლების კუთხით საქართველოს მაჩვენებელი 2015 წელს გაუმჯობესდა და 93 ადგილი დაიკავა.
ფოტორეპორტიორები ირაკლი გედენიძე და გიორგი აბდალაძე პრეზიდენტს დახმარებას თხოვენ. მათი თქმით, საქმეს დღემდე გრიფით საიდუმლო ადევს და მის მოხსნას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ. აბდალაძემ და გედენიძემ დღეს პრეზიდენტისგან გარკვეული დაპირებებიც მიიღეს. გიორგი მარგველაშვილი დახურულ კარს მიღმა ფოტორეპორტიორების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდა. მიშა ფეიქრიშვილი საუბრობს პირდაპირ ეთერში. მიშა, მოგესალმები და გისმენთ. დიახ, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის, ეგრეთ წოდებული ფოტოგრაფების საქმის მთავარი გმირები დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ და ისინი პრეზიდენტისგან დახმარებას ითხოვდნენ. როგორც ფოტორეპორტიორები აღნიშნავენ, ამ დრომდე მათ საქმეს ადევს გრიფის საიდუმლო, შესაბამისად მათ არ ეძლებათ საშუალება, რომ თუნდაც მიიღონ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას ედავებოდა მათ თავის დროზე გამოძიება. ფოტორეპორტიორები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია მოეხსნას აღნიშნულ საქმეს გრიფი და სწორედ აღნიშნული თხოვნით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს პირდაპირი უფლებამოსილება არ გააჩნია აღნიშნული პრობლემის მოგვარების. თუმცა მათ მიიღეს დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთგვარი პირობა, რომ გიორგი მარგველაშვილი აღნიშნული საკითხით დაინტერესდება და საგარეო დაზვერვის დეპარტამენტს შესაბამისი განცხადებითაც მიმართავს. მიუხედავად იმისა, ჩვენ უკანონოდ გწნეს და დაგვზეს სასამართლო ბრალი, ჩვენ ვექვემდებარებით სასამართლო გადაწყვეტილებას დღესაც. და მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორც თავის დროზე უკანონოდ თვლიდით დღემდე მიგვაჩნია, რომ უკანონოდ ვიყავით ბრალდებულები და იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და მოგვიხსნის იმ ბრალს, რაც ჰქონდა ჩვენ. დასაკვირი ის არის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში გრიფი არ მოეხსნა, სხვათა შორის პრეზიდენტს გაუკვირდა ეს ამბავი და იმედი მოგცა ჩვენ, რომ ის დაინტერესდება ამ საქმით. დაახლოებით 2 წლის წინ ჩვენ შევიტანეთ განცხადება პროკურატურაში ამ საქმის თავიდან გამოძიებით, სადაც დაიწყო ძიება, გწნეს დაზარალებულებად და ამის შემდეგ გაიწელა ეს ძიება, ასე ვთქვათ. ერთ-ერთი მოტივი ის არის, რომ საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო და ეს გრიფით საიდუმლო უნდა აიხსნას იმ ორგანოს მიერ, ვინც დაადო. ანუ როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ეს იყო კონდაზვერვა. დღეს პრეზიდენტი შენიშვნებსაც ისმენდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმავდებოდნენ გიორგი მარგველაშვილს, აცხადებენ, რომ მათ არასწორად მიაჩნიათ ის განცხადება, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა მოსამართლე ურთმელიძის მისამართით, მოგვიანებით დღევანდელი შეხვედრების დასრულების შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველმა განმარტა, თუ რას უკავშირდებოდა პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ბატონმა პრეზიდენტმა რამდენჯერმე იხმარა სიტყვა ფაშიზმი, როდესაც აღწერდა ბოლო 15-20 წელიწადში მოხდარ მოვლენებს. თუმცა ეს ძალიან კარგია, თუმცა ჩვენ კონკრეტული წინადადებით შევედით, რომ გაკეთდეს საზოგადოებრივი კომისია, რომელიც დაადგენს სიმართლეს, რადგანაც სახელმწიფომ აღმასრულებელმა სახელმწიფომ გვიმტყუნა იმაში, რომ ვერ დადგინდა საერთოდ რა ხდებოდა და როგორ არის. სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ ადამიანების შელახული ღირსება აღდგეს. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ თავის ხელში უნდა აიღოს ეს კრიტიკა ჩვენ მხრიდან ეხებოდა პრეზიდენტის იმ გამონათქვამს, როდესაც მან თავისი შეხედულებით პირდაპირ მიუთითა მართლმსაჯულებას კონკრეტულ მოსამართლეს, რომ მას არ უნდა მიეღო ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც სასამართლო არის დამოუკიდებელი, თავისუფალი და მხარეთა შეჯიბრიტობის პრინციპს დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას. პრეზიდენტის მთავარი მიზანი ამ განცხადების გაკეთებით იყო ის, რომ დამშვიდებულიყო ის გარემო, მისი მოწოდება იყო ის, რომ 7 გარემოში მიეღო მოსამართლეს გადაწყვეტილება ყოველგვარი აჩქარების გარეშე და მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ 2 დღით ადრე ამ განცხადებამდე მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ მოსამართლემ ამ საქმეზე რაც შეიძლება სწრაფი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. გახმაურებული სასამართლო საქმეები და მედია გარემო საქართველოში. ეს არის ის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, როგორც აღნიშნავენ, შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. მადლობ, მიშა ფეიქრიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. გიორგი ავსაჯანიშვილი, გოგა ბუთლიაშვილი, რობერტ ბალოიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელახსრულებისა და სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები, რომლების მიმართაც ყოფილი პატიმრები ბრალდებებს გამოთქვამენ. დღეს ჩვენ რამდენიმე გახმაურებულ საქმეში დასახელებული პირები დავინტერესდით, რომელთა მიმართაც არსებობს ჩვენებები და აღიარებებიც, თუმცა მათთვის ოფიციალურად ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებიათ. დეტალები ნახეთ გენო სიღმანშვილის რეპორტაჟში.
მოგახსენებთ, რომ პატიმართა შეურაცხყოფის მიზანი იყო მათი დაშინება, კერძოდ, როდესაც ხდებოდა ახალი შემოსული პატიმრების გადანაწილება საკნებში, მე ვხვდებოდი მათ და ვახდენდი გასაუბრებას, კერძოდ ვთავაზობდი თანამშრომლობას. იმ შემთხვევაში თუ უარს მივიღებდი, ვახდენდი მათზე როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ ზეწოლას. მე მათ ვცემდი ძირითადად ხელით სახის მიდამოში. უმეტეს შემთხვევაში, ვისაც ვცემდი, ის პატიმრები მაინც არ მთანხმდებოდნენ თანამშრომლობაზე. როგორც მოგახსენეთ, სასჯელახსრულების მერვე დაწესებულებაში პატიმრების ცემა და მათზე ზეწოლა იყო დადგენილი წესი. ეს აღიარებითი ჩვენება გლდანის მერვე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილ ინსპექტორს გიორგი ავსაჯანიშვილს ეკუთვნის. ავსაჯანიშვილმა მთავარ პროკურატურაში ჩვენება 2013 წლის 28 იანვარს მისცა. მასში ეგრეთ წოდებული კარანტინის დაშლის ეპიზოდზეა საუბარი. რაც შეეხება დაზიანებებს, ძირითადად იყო სხეულზე და სახეზე გამოხატული სიწითლე, სისხლდენა ცხვირიდან, ასევე მინახავს გულწასული პატიმარი, რომელიც ნიშადური სპირტით მომიყვანია გონზე. პატიმრებს, რომლებსაც დახმარებას უწევდი, დაზიანებები მიღებული ჰქონდათ ციხის თანამშრომლების მხრიდან ცემის შედეგად. ეს კი უკვე გლდანის მერვე დაწესებულების მიმღები განყოფილების ყოფილი ექიმის, ელგუჯა ქირიას, ასევე მთავარი პროკურატურისთვის მიცემული ჩვენებაა. 2012 წლის 24 აგვისტოს კარანტინის დაშლაში ავსაჯანიშვილის მონაწილეობას ისიც ადასტურებს. ამასთან განყოფილების ექიმი ცემის შემდეგ პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ავსაჯანიშვილმა პროკურატურასთან თავის ჩვენებაში აღიარა პატიმრების ცემა და ეს ფაქტები სხვისი ჩვენებითაც დასტურდება, გლდანის მერვე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი არათუ მსჯავრდებული, ბრალდებულიც არასდროს ყოფილა. ჩვენი ინფორმაციით ის საქართველოში უკვე აღარ იმყოფება. იყვნენ ძალიან ბევრი ჯავათები და მათ შორის მე მახსენდება გოგა ბუთლიაშვილი. იგივე გოგა ბუთლიაშვილი, რომელზეც წლების განმავლობაში მე ვსაუბრობდი. ჩემს თვალწინ რამდენი პატიმარი უცემია, მათ შორის ინვალიდები, ეწელზე მჯდომი. გოგა ბუთლიაშვილი გლდანის მერვე დაწესებულების კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელია, რომლის წინააღმდეგ არაერთი ყოფილი პატიმარი საუბრობს. მისი გვარი 2012 წლის ციხის მოვლენების დროს გლდანის საპატიმროში შესულ ჟურნალისტებსაც დაუსახელეს. ამის მიუხედავად საპატიმროს სოციალური სამსახურის ყოფილი უფროსი მთავარმა პროკურატურამ მხოლოდ მოწმის სახით დაკითხა და მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. გოგა ბუთლიაშვილი მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებზე კომენტართან დაკავშირებით უარს აცხადებს. თუმცა დღესაც, ისევე როგორც წელიწად ნახევრის წინ პალტრისთვის მიცემულ ინტერვიუში ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. ზოგი არაადეკვატურ ქმედებაშია და ზოგი თით სიჭრის, ზოგი ყურს სიჭრის, ზოგი ხორცს სიჭრის. თავისით იღებდნენ ამ დაზიანებებს ამის მაგიდან? აბა რა თქმა უნდა. და შესაბამისად მოგვიყვანეთ. რატო იღებდნენ ბატონ გოგა თავისით ამ დაზიანებებს? ამაზე გაქვთ სიგურად დაავადებული. თქვენ ამბობთ, რომ საყვარელიძემ ყური თვითონ თავის ხელით მოიჭრა? რა თქმა უნდა, აბა თქვენ გჯერათ რომ მე შევედი კამერაში საყვარელიძესთან და ყური მოვაჭერი? თქვენ ამის გჯერათ? პირდაპირ ასახელებდა მალხაზარ ქანია სახელ და გვარებს იმ პირებისა, რომლებმაც უშუალოდ განახორციელეს მისმა წამება და არადამი მოპყრობა, თუმცა გარდა მეგის ქარდავასი, ფაცაციასი და ყაჭეშვილისა არავინ პასუხისმგებაში არ მიცემია დღემდე. არის ათეულობით თანამშრომლები. მალხაზარ ქანია შემთხვევა კიდევ ერთია, რომელშიც ყოფილი პატიმარი და მისი ადვოკატი დამნაშავე პირების დაუსჯელობაზე საუბრობს. ლექსო არქანი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას არაერთი პირი დაუსახელა, რომლებიც ზუგდიდის სამხარეო პოლიციისა და გლდანის მერვე დაწესებულებაში მოქალაქეებს აწამებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ უმრავლესობა დაუსჯელია, ან მხოლოდ სხვა საქმეზეა გასამართლებული. დასახელებულ პირებს შორის არიან ზუგდიდის სამმართველოს ყოფილი უფროსი რუსლან შომახია, ზუგდიდის სამმართველოს ყოფილი გამომძიებელი ლაშა ყოლბაია. გარდა თანამშრომლებისა არის ეს სისაური და ტერაშვილი, უშუალოდ იღებდნენ ეს პირები მალხაზარ ქანიას წამებაში. მათ აღიარეს ეს მალხაზარ ქანიას მიმართებაში, მათი მოქმედება წამების მიმართებაში, მაგრამ დღემდე მათ ბრალდება არ აქვს აყენებული. სამხედრო პოლიციის მეორე რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ბაჩანა ბალოიანი. ჩვენ მასთან სახლში რამდენჯერმე მივედით, თუმცა მისმა ოჯახის წევრებმა გვითხრეს, რომ ის ახლობლის გასვენებაში იმყოფებოდა. ბაჩანა ბალოიანი ეგრეთ წოდებული კასტრების საქმეში ფიგურირებს. ამავე საქმეში მსჯავრდებული ერთ-ერთი პატიმრის კობა თოდუას მეუღლე კი აცხადებს, რომ სასამართლოზე ბალოიანის წინააღმდეგ ჩვენება ამავე საქმესთვის მსჯავრდებულმა 6-მა პირმა მისცა. წამებაში მონაწილეობა კი საკუთარი აღიარებითი ჩვენებით ბალოიანმაც დაამტკიცა, თუმცა ბაჩანა ბალოიანი მხოლოდ მოწმის სტატუსით დაიკითხა. სასამართლო დარბაზშიც ეს გამოძიების პერიოდშიც დაამტკიცდა და მე სასამართლო განაჩენშიც შევიდა, რომ ბალოიანი ამ ადამიანებს დარაჯობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ბალოიანი დღემდე არის თავისუფალი, ხოლო იგივე ამ დარაჯობისთვის 5 პირს აქვს მისჯილი 5 და 6 წელი.
ოფიციალური ინფორმაციით გლდანის მერვე დაწესებულებაში ეგრეთ წოდებული каранტინის დაშლასა და სამეგრელოს სამალავებში წამებაში მონაწილე პირები მსჯავრდებულები არიან. მათი რაოდენობა 2 ათეულს აღწევს. თუმცა წამების მსხვერპლთა ნაწილი აცხადებს, რომ დამნაშავე პირთა ნაწილმა გამოძიებასა და სასამართლოს უვნებლად აარიდა თავი. პოლიტიკური ინტერესის გავრცელებაში დადანაშაულებული დიპლომატიური კორპუსი და წერილები, რომლებიც დიპლომატთა კლუბის მტკიცებით საერთაშორისო პარტნიორებთან იგზავნება, ყოფილი დიპლომატები და ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას დიპლომატიური კორპუსის პოლიტიზირებაში ადანაშაულებენ. მტკიცებულება კი იმ წერილებს მტკიცებულებად აქვეყნებენ, რომლებიც ბოლო 1 კვირის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანაში გაიგზავნა და სადაც რამდენიმე დეპუტატისა და პრემიერ-მინისტრის განცხადებებია ასახული. დეტალები ნახეთ თამარ ციკლაურის რეპორტაჟში. ეს არის იმ ოფიციალური წერილების ასლები, რომლებიც დიპლომატთა კლუბის წევრების მტკიცებით საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებით საერთაშორისო პარტნიორებთან ბოლო 1 კვირის განმავლობაში გაიგზავნა. ყოფილი დიპლომატები ხელისუფლებას ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის პოლიტიზირებაში ადანაშაულებენ. მაგალითად კი სწორედ ეს 3 წერილი მოჰყავთ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სტრასბურგში გაიგზავნა. წერილების მთავარი თემები კი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრისა და რამდენიმე პარლამენტარის პოზიციაა ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, დეპუტატ გოგი თოფაძის განცხადებებსა და ციხეებში წამების კადრების გავრცელების შესახებ. დიპლომატთა კლუბის წევრები ამტკიცებენ, რომ საელჩოები პარტნიორ ქვეყნებში საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებით პარტიულ განცხადებებს ავრცელებენ. გვინდა მიმართოთ ჩვენს ხელისუფლებას და გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ არ მოხდეს ქართული დიპლომატიური კორპუსის პოლიტიზირება. რამოდენიმე ჩვენმა კოლეგამ, პირადად მეც მივიღეთ კონკრეტული შეტყობინებები ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან და არა მარტო ევროპელი პარტნიორებისგან, სადაც საუბარია კონკრეტულ არასწორ, არაკორექტულ მიდგომაზე. ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს, საუბარია კონკრეტული მმართველი ძალის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე. დიპლომატთა კლუბის წევრების განცხადების პარალელურად წერილები გაასაჯაროვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი კანდელაკმაც. მისი თქმით, დოკუმენტები, რომლებსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებით ქართული საელჩოები სხვადასხვა ქვეყნებში ავრცელებენ, ყალბია. კანდელაკს ამის მაგალითად შეერთებულ შტატებში გაგზავნილი 1 წერილი მოჰყავს. მაგალითისთვის გამოდგება პრემიერ-მინისტრის ყალბი განცხადება, რომელიც არსად არ გამოქვეყნებულა საქართველოში მაშინ და აუდიტორიისთვის თქვა, რომ გაამართლა ძალადობა, რასაც მკვეთრი რეაქცია მოყვა საერთაშორისო პრესაშიც, ხოლო მარტო იმეილის საშუალებით დაუგზავნეს სხვადასხვა პარტნიორებს ვაშინგტონსა და ბრიუსელში არარსებული განცხადება, რომლის შინაარსით შეიძლება შევაჯამოთ ასე, რომ შემოევლოს ნაციონალურ მოძრაობას ჩემი თავი. ესე რომ, რაც არის უბრალოდ სიცრუე და შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ოპოზიციისგან განსხვავებით, საპარლამენტო უმრავლესობაში ქართველი დიპლომატების მხრიდან პოლიტიკური განცხადებების გავრცელებას კატეგორიულად გამორიცხავენ. უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ქართველი დიპლომატები საერთაშორისო პარტნიორებთან მხოლოდ სახელმწიფო ინტერესის შემცველ ინფორმაციას ავრცელებენ და არა კონკრეტულად ქართული ოცნების ინტერესებსა და განცხადებებს. ყოფილი დიპლომატების განცხადებაში კი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ უფრო მეტი პოლიტიკა დაინახა, ვიდრე დიპლომატია. მათ განცხადებაში დღეს დავინახე უფრო მეტი პოლიტიკა, ვიდრე დიპლომატია. მე ვფიქრობ, რომ მათი განცხადებები იყო აშკარად პოლიტიკური, თუმცა ამის უფლება მათ აქვთ, არავინ არ ზღუდავს, ისინი თავის აზრს გამოხატავენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის მცდარი, არ ეფუძნება არავითარ მტკიცებულებებს. საქართველოს საგარეო სერვისი არის აბსოლუტურად დეპოლიტიზირებული, რაც არ უნდა ზღაპრების შეითხზას, რაც არ უნდა ილუზიების შეუქმნან და ეს ყველაფერი განკუთვნილია, რა თქმა უნდა, დასავლეთისთვის, რომ სრული დემონიზაცია გააკეთონ ჩვენი ხელისუფლების, ჩვენ ყოველ ასეთ ტყუილს ძალიან მწარე სიმართლით უპასუხებთ. დიპლომატთა კლუბისა და ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადებასა და ბრალდებებს დღეს მთავარი ადრესატი საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გამოხმაურებია. შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს საქართველოს დამატებითი მოცულობის გაზის მიწოდება. საქართველოსთვის ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბაქო საქართველოს მზარდ ენერგო მოთხოვნილებებს ვერ დააკმაყოფილებს. აზერბაიჯანს შეუძლია და თითქმის სრულად აკმაყოფილებს საქართველოს გაზის მოთხოვნილებებს. ასეთია თავის მხრივ სოკარ ჯორჯიას დირექტორის მიერ აზერბაიჯანული მედიისთვის გაკეთებული კომენტარი. კალაძე მილერის მილანური შეხვედრა და გაზპრომისა და აზერბაიჯანის ურთიერთობები. ნახეთ ქეთი ჩოხელის რეპორტაჟი.
აზერბაიჯანი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობის გაზით მომარაგებას, თუმცა წლებია ქვეყანა კომერციული მიზნებისთვის დამატებითი მოცულობის ბუნებრივ აირს ყიდულობს. ასე ხსნის ენერგეტიკის მინისტრი გაზპრომთან მოლაპარაკებებს. ეს არის სოციალური გაზი, რომელზეც ჩვენ პრობლემა არ გვაქვს და ამას ვიღებთ აზერბაიჯანიდან, რაც შეეხება კომერციულ გაზს. გარდა იმ მოცულობებისა, რომელიც შემოდის აზერბაიჯანიდან, ჩვენ გასული წლების განმავლობაშიც დამატებით შემოგვქონდა მოცულობები გარდა იმ ტრანზიტის საფასურისა, რასაც ვიღებთ რუსეთიდან. აზერბაიჯანულ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში სოკარ ჯორჯიას დირექტორი მაჰირ მამედოვი აცხადებს, რომ აზერბაიჯანს შეუძლია და თითქმის სრულად აკმაყოფილებს საქართველოს გაზის მოთხოვნილებებს. თუმცა, აზერბაიჯანი, რომელიც 2014 წლამდე რუსეთში გაზის ექსპორტიორი იყო, უკვე 2 თვეა თავად ყიდულობს გაზპრომისგან გაზს. ამ ინფორმაციას 2030-თან სატელეფონო საუბარში რუსული ენერგოკომპანიის წარმომადგენელიც ადასტურებს. 2015 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული 5-წლიანი ხელშეკრულების თანახმად, აზერბაიჯანი გაზპრომისგან წელიწადში 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეიძენს. აზერბაიჯანში გაზის წარმოება იზრდება, მაგრამ დღეს ეს ჯერ არ არის დამდგარი მდგომარეობა, მოცემულობა. აზერბაიჯანში მეთანოლის ქარხანა თვითონ გაზპრომისგან ხანგრძლივი კონტრაქტით ყიდულობს გაზს. მე ვარაუდობ, რომ შესაძლებელი არის ერთი აზერბაიჯანს კომერციული ბაზრის მოწოდებისთვის სათანადო რაოდენობა არ კონდეს, მე ამას მხოლოდ ვარაუდობ და მეორეც ბუნებრივია საქართველოს ინტერესი და კონკრეტულად ენერგეტიკულ სამინისტროს როგორც პოლიტიკის განსაზღვრელი ორგანოს ინტერესი მოახდინოს საქართველოს გაზის ბაზრის დივერსიფიცირება. ენერგოდივერსიფიცირების მნიშვნელობას აღიარებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. თუმცა მიიჩნევს, რომ ენერგორესურსების მომწოდებლის დივერსიფიკაცია ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსის შესაბამისი უნდა იყოს. ჩვენ ვფიქრობთ მომავალ დივერსიფიკაციაზე. ეს მომავალი დივერსიფიკაციაც ჩემი აზრით თანხვედრი უნდა იყოს იმ გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული კურსისა, რომელსაც ქვეყანა ავითარებს. ამ თვალსაზრისით მე ძალიან ინტენსიურად ურთიერთობ ჩვენ თურქმენ პარტნიორებთან, რომლებიც და არა მარტო მათთან. ქართული მხარე გაზპრომს საქართველოს გავლით სომხეთში გაზის ტრანზიტის საკითხზე ესაუბრა. უახლოეს მომავალში საქართველოს გავლით რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. რუსეთი ირანში გაზისა და ნავთობის ეგრეთ წოდებულ სვოპურ, ანუ გაცვლით მიწოდებას გეგმავს. სომხური მედიის ცნობით, ენერგორესურსების ტრანზიტი საქართველოსა და სომხეთის გავლით განიხილება. გაზპრომი განიხილავს ირანის ჩრდილოეთ ნაწილში გაზის სვოპური მიწოდების საკითხსაც. ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ გაზი ან ნავთობი ირანის ჩრდილოეთ, სანაცვლოდ კი მივიღოთ გაზი ირანის სამხრეთში. სვოპური მიწოდება ტრანსპორტირების ხარჯებს შეამცირებს. ირანთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხს განიხილავს საქართველოც. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე თეირანში ნოემბერში გეგმავს ვიზიტს. ახლა კი რეკლამის შემდეგ სკანდალური აუდიო ჩანაწერები და მედიის თავისუფლება საქართველოში. სტუმრებთან ერთად დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ასე რომ დაგველოდეთ. რევოლუციას როლა ბოევიკები ბარიკადები და სისხლი რას გეგმავს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში. სწორედ ეს სიტყვები ისმის იმ ორ აუდიო ჩანაწერში, რომელიც დღეს საღამოს უკრაინულმა ინტერნეტ გამოცემამ გაავრცელა. აუდიო ჩანაწერებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რუსთავი ორის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერიას ესაუბრება და მათ მითითებებს აძლევს თუ როგორ უნდა იმოქმედონ რუსთავი ორთან დაკავშირებით. გავრცელებულ აუდიო ჩანაწერის მიხედვით სააკაშვილი გვარამიასა და ბოკერიას განვითარების მაქსიმალურად დაძაბვასაც მოითხოვს. გადაცემის ამ ნაწილში მედია თავისუფლებაზე სასაუბროდ ჩვენ მოწვეული ყვავდნენ თუმცა დღის ბოლოს გავრცელებულმა სატელეფონო ჩანაწერებიდან გამომდინარე სტუმრებთან საუბარს სწორედ ამ თემით ვიწყებთ. დღეს ჩვენ შეკითხვებს ინტერნეტ გამოცემა iPress-ის მთავარი რედაქტორი თამარ ლეფსორიძე, ასევე გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში და Forge-ის მთავარი რედაქტორი გია იაკობაშვილი უპასუხებენ. ასევე პირდაპირ ჩართვა იქნება გურიიდან და სამცხე ჯავახეთიდან, გურია News-ის რედაქტორი ნატო გოგელია და სამხრეთის კარიბჭის მთავარი რედაქტორი ნინო ნარიმანიშვილი 20:30-ში. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ბატონო გია, ამ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით, რომლის ავთენტურობაც ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ, შეიძლება თქვას წამის წინ დაადასტურა, თქვათ, რამდენად გეჩვენებათ ის მოწოდებები, რომელიც აუდიო ჩანაწერში ისმის და სადაც სააკაშვილი ოდესიდან რევოლუციას, სროლას, ბარიკადებს და ვითარების დაძაბვას გეგმავს, ახლა უკვე რუსთავი ორის სახელით რეალურად. თუ გაქვთ მეორე იგივე გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერი მოსმენილი. რომელთან დაკავშირებით არანაირად არ მიგვეს ეს არის აბსოლუტურად რეალური მათთვის
თუნდაც რუსთავიორის გარშემო ატეხილი დავა და ეს დაძაბულობა, თუნდაც ხელისუფლებაში ყოფნა, ნაციონალებს გულისხმობდა პირადად მიხეილ სააკაშვილს, თუნდაც ყოფნა ოპოზიციაში, თუნდაც უბრალოდ პოლიტიკაში ყოფნა, ეს ყველაფერი არის იარაღი და საშუალება იმისათვის, რომ უხეშად ვთქვათ, ამ ქვეყანამ აღარ იარსებობს. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად რეალურია. სანამ იყვნენ ხელისუფლებაში, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოებისთვის საძირკველი შეერყიათ, ეს იყო ქონების ჩამორთმევა, ეს იყო ტერიტორიების დაკარგვა, ეს იყო მედიაზე ზეწოლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შემდეგ ოპოზიციაში გადავიდნენ და ასევე ძირგამამრთელი საქმიანობა და ანუ ეხლა რუსთავიორის საშუალებით მას სურთ სამოქალაქო დაპირისპირების წამოწყება და რაც მეტი გვამი იქნება, მით უკეთესია. ეს უბრალოდ ადრე იყო, რომ ნაკლები მადა ქონდათ, ორი გვამი ყოფნიდათ, ეხლა 100 გვამიც აღარ ეყოფათ. თამარ, თქვენ რა შთაბეჭდილება დაგჭირთ თქვათ იმ აუდიო ჩანაწერზე გავრცელების შემდეგ, რაც უკრაინულმა ვებგვერდმა ვიდეო პორტალმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა, თქვენ როგორ ჟურნალისტისთვის თქვათ, რამდენად დამაჯერებელია თუ არის ზოგადად დამაჯერებელი ის, რაც მოისმინეთ? ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის ეს არის ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთმა უკრაინულმა საიტმა გაავრცელა. ვინაიდან მე არ ვიცი ეს ყოველ შემთხვევაში უკრაინაში ეს საიტი ითვლება თუ არა სარწმუნო წყაროდ, სანდო წყაროდ, არ ვიცი, რადგანაც არ ვიცოდი ასევე რამდენად ავთენტური იყო ეს ჩანაწერები, რამდენად იყო რეალური, არადამონტაჟებული და ასე შემდეგ. ჩვენი სააგენტოთი ის არ გავავრცელეთ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერები ჯერ თუნდაც ქართველმა სამართალდამცავებმა, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ აუცილებლად, უნდა დაადგინონ მათი ავთენტურობა და ამის შემდეგ მე მექნება უფლება იმისი, რა თქმა უნდა, მე უკვე მექნება იმისი ბატონო უკვე დაადასტურა ნიკა გვარამიამ, ნუ ამ შემთხვევაში უკვე რამდენიმე წამის წინ პრესკონფერენცია. დიახ, იყო საგანგებო პრესკონფერენცია ჩანიშნა მან 9 საათზე, თუ ის ამ ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებს, სამართალდამცავ ორგანოებს ის გადარჩენიათ, თუმცა საუბრობს უკანონო მოსმენებზე. რომელი უფრო მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, უკანონო მოსმენები უფრო მნიშვნელოვანია თუ ის, რომ მოუწოდებენ და გეგმავენ ასეთ რამეს ქვეყნის წინააღმდეგ. უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ. ბატონო ლაშა, ის რაც სატელეფონო საუბრებში ისმის, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ერთმნიშვნელოვნად ემთხვევა იგივე რუსთავიორის მენეჯმენტისა და მათი გულშემატკივრების ნაწილის ასე ვიტყოდი შემართებას. როდესაც ნიკა გვარამია თქვათ აცხადებს, რომ ის ფიზიკურადაც კი დაუპირისპირდება, თუ კი ვინმე გადაწყვეტს თქვათ რუსთავიორში შეჭრას. თქვათ შეიძლება ითქვას, რომ მართლაც იგეგმებოდა ვითარების ესკალაცია და კონსტიტუციური სივრციდან ქვეყნის გაყვანა. მეცით რა არის, მე მესმის კითხვის პათოსიც უბრალოდ ქრონოლოგიურად რომ მივყვე ცოტა თხილად ვიქნებოდი მე მაინც ასეთი ჩანაწერებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჯერ რა დაადასტურა გვარამიამ, მართლა გითხრათ, ეგეც გასარკვევია, მეორეც ერთი მართლაც დასადგენია, მართლა ავთენტურია თუ არა ეს ჩანაწერები, რომელიც არსებობს, იმიტომ რომ მე არ ვამბობ, რომ ეს ესეა, ან ესეა, იმიტომ რომ მე არ ვიცი ეს როგორ არის, საერთოდ არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები, ნებისმიერი ადამიანის იმიტაცია შეიძლება, ან აქ პროგრამებია, რომლითაც თქვენ ლაპარაკობთ 1000 რაღაცას, მაგრამ ეს თქვენი ხმაა. და ამას ჭირდება ძალიან კვალიფიციური ექსპერტიზა, რომ დაადგინოს, რომ თქვენ, კი, შეიძლება თქვენ ეს სიტყვები თქვით, მაგრამ ეს ისე იკინძება და კარგად მონტაჟდება, რომ ძალიან მაღალი ხარისხია საჭიემისათვის, რომ კიდევ ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უნდა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სინქრონის პირდაპირ ეთერში გაშვებას მოვასწრებთ და კი ბატონო, არ არის გამორიცხული, რომ ადასტურებს გვარამია, მე უბრალოდ არ ვიცი ეს თემა, სამწუხაროდ არ მომისმენია მე სხვა საქმეთ ვიყავი დაკავებული, რომ ზოგადად ვიძახი, რომ ეს თემები არის ძალიან ესეთი ძალიან სპეციფიური და ძალიან კარგად უნდა გავერკვოთ ხოლმე ამ ვითარებაში. მეორე მე ძალიან მადარდებს ასევე ის ფონი, რომელიც დღეს არის ჩვენ ქვეყანაში შექმნილი, იმიტომ რომ ეს გაუთავებელი სიტუაცია, რადგანაც მე არ ერგზის ვლაპარაკობ, უკვე ბოლო პერიოდია, ტრიალია ამ რაღაცა მოჯადოებულ წრეზე. დაძაბუა სიტუაციის კიდევ მეტი ესკალაცია, ტერი, აქეთ ტერი, იქით, ნუ ეს არის ძალიან ცუდი რა, სახელმწიფო გადატრიალება, რაღაც სულ ეს მესმის და საბოლოო ჯამში აი ამ პოლიტიკური ძალების, თავების რტყმევით შედეგად ვაგებთ ჩვენ საზოგადოება, რომელიც არა ვართ ამ პოლიტიკური პარტიების თუ რაღაცა ამათი ნაწილი და ეს არის კატასტროფა რა. როდემდე უნდა ვიტრიალოთ აი ამ
გარკვეული ჯგუფების დაპირისპირების ირგვლივ რა. ჩვენ ხალხი ვარ, ცხოვრობთ ამ ქვეყანაში და აღარ მე მინდა წყნარი მშვიდი განვითარება ქვეყნის დასავლური ვექტორით და რაღაც რეფორმები გვჭირდება და ამაზე გაუთავებლად ერთი და იგივე პრობლემები გვაქვს. და ეს არის ძალიან ცუდი, იცით რა, ვერ ატყობა ჩვენი საზოგადოება უფრო წინ არის ვიდრე ეს პოლიტიკური ძალები. ეხლა რა თქმა უნდა, ყველას არ ვეხები, ყველა პოლიტიკურ ძალას და ყველა პოლიტიკოს და ყველა პარტიაზე არ მაქვს ლაპარაკი, მთლიანობაში ეს ძალიან დამაფიქრებელი და ერთხელ სამუდამოდ უნდა უთხრათ ამ ხალხს, რომ დაანებონ ამ რაღაცების მუშტებზე, ყურებას, ბარიკადებზე და ნაგანზე და მაუზერის გარდა ხა ხო არის კიდე რაღაცა რა ფორმები. თუ ვინმე ფიქრობს, ეხა ისე რომ არ გამომივიდეს რაღაცა ზოგადად, თუ ვინმე მართლა ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში კიდევ რაღაცა იარაღით უნდა გააკეთოს საქმე, თუ მას ეს მარტო ცხელი სიტყვები არ არის, იმიტომ სამართალშიც არსებობს, ხა შეიძლება რაღაც ლაპარაკობდე და უკან არ იდგეს რეალური გეგმა. თუ ვიღაცას აქვს რეალური გეგმა, თუ ვიღაცას მართლა აქვს ჩაფიქრებული რაღაც პოლიტიკური მიზნებისთვის კიდე რაღაც სროლა, რა თქმა უნდა, ეს ხალხი, ნუ არ არის ხა სულჭყუაზე პირდაპირ ვამბობ. საჭიროა ეხლა ფიზიკური დაპირისპირება, რომ ეს შეგვიძლია, არ მინდა ეს დანახვა და თუ გაისროლეს, გაისროლონ. იცით რა, არ ვიცი ეხლა მე სამწუხაროდ არ მინახავს. მე არ შეიძლება რაღაცა კონტექსტიდან იყოს, ამიტომ ვიძახი, რომ ტექსტები კარგად არის სანახავი, ავთენტურობა კარგად არის გასარკვევი, იმიტომ შეიძლება აქ სპინ დოქტორინგია, ანუ გადაჯგუფებულია, დამონტაჟებულია, იმიტომ ესეთი საიტები არის მილიონი და ახლა რაც კომისიაში ვიყავი და მე ძალიან მაინტერესებს ეს თემა, იმდენი რაღაცა გავერკვიე იმდენ ტექნოლოგიებში და იმდენ მაიმუნობაში, რომ ყველაფერი შეიძლება უცბად აღმოჩნდეს, რომ ხარ აკლემი საერთოდ და ამიტომ გეუბნებით, ეს თემა არის ძალიან საჩოთი, რომ და კარგად უნდა ამას ანალიზი. შეიძლება რომელიღაცა პოლიტიკური პარტია არ მოგწონდეს, გაგიხარდეს ახლა რომ აი ხო ამბობდი რომ ესეთები არიან. გავიგე, მე ეს პოზიციაც მისმის. მაგრამ ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში არის პირველი როგორც ჟურნალისტებს, კარგად გავერკვეთ სიტუაციაში და ცხელ თავზე თუ ვიღაცა პოლიტიკოსი აქვს გახურებული თავში რაღაცა, ჩვენ ხო არა გვაქვს თავში გახურებული. ამიტომ კარგად უნდა შევხედოთ სიტუაციას და სერიოზული, სოლიდური რაღაცები დასკვნები გამოვიტანოთ და კი მეტად კი არ გავამწვავოთ სიტუაცია, დავარბილოთ სიტუაცია, იმიტომ არავის არ ჭირდება რა, არც ხელისუფლება ჭირდება გამწვავება სიტუაციის ეხლა, არც საზოგადოება ჭირდება. თუ ვიღაცა გიჟია, ეს არის იმის პრობლემა რა, ამიტომ ჩვენ არ უნდა ავყვეთ ასეთ სისულელეებს საბოლოო ჯამში რა. მე მგონი გასაგებად თუ ეს გიჟი ჩვენი საზოგადოების ნაწილია, ჩვენი საზოგადოების პრობლემაც არის, რა თქმა უნდა. არა, გასაგებია გეთანხმები რა, თუ ამიტომ უნდა ჩვენ, არა, როგორც წესი, ეს ხალხი არის სამწუხაროდ ამ ვაიამ რყევებში მონაწილეობენ პოლიტიკური ძირითადად პოლიტიკური ძალები. და ჩვენ გვართ გარეთ. ამას ვიძახი, რომ უნდა გამოვიმუშავოთ იმუნიტეტი, რომ თუ ვიღაცას აქვს ეგეთი იდეები, არ დაანგრიოს ეს ქვეყანა თავიდან. ანუ არ მისცეს საზოგადოება მისაშორება. არ უნდა მისცეს საზოგადოება, მაგრამ ეს არ უნდა იქცეს მეორე, ანუ იმიტომ რომ ვიღაცა ცუდი არ უნდა გავაკეთოთ ისეთი ნაბიჯი, რომელიც ერთი შეხედვით ლოგიკურია, მაგრამ მეორე შეხედვით დამაზიანებელი იქნება. ნებისმიერ საკითხზე პასუხი უნდა იყოს ადეკვატური პერსპექტივის დათვლით. ეხლა რომ დავეტაკოთ ჩვენ და დავუწყოთ და სიტყვაზე თქვით რომ ესეა და დავანგრიოთ ეხლა ყველაფერი. ხო არ იქნება ეს სწორია რა. ამას უნდა სწორი ადეკვატური, სწორი შეფასებები და ადეკვატური ნაბიჯები. თამარ რუსთავიურისთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იგივე დასავლელი პარტნიორების მხრიდან, არასამთავრობო სექტორის მხრიდან, მედია ექსპერტებიც კონკრეტულ ფრაზებს და განცხადებებს აკეთებენ და ამბობენ, რომ თუ სასამართლომ ტელეკომპანიის მენეჯმენტისთვის არასასურველი გადაწყვეტილება მიიღო, ასეთ შემთხვევაში საქართველოში დემოკრატია დასრულდება, რომ ამ ქვეყნის მომავალი ზოგადად გადის მხოლოდ რაღაცა რუსთავი 2-ზე. თქვათ, ფიქრობთ, რომ დემოკრატიული განვითარების დასრულება არ დასრულება დამოკიდებულია მხოლოდ ერთ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე. არა, არ ურთმელეთის გადაწყვეტილებაზე. ჯერ ერთი დავიწყოთ იქედან, რომ ქვეყნის დემოკრატია გადის სწორედ თავისუფალ და სამართლიან სასამართლოზე, ჩემთვის პირადად ერთი რიგითი მოსამართლისთვის, მოქალაქისთვის არის ასე და ნებისმიერი სახის ზეწოლა, რაიმე სახის ზეწოლა ჩემთვის მოსამართლეზე არის მიუღებელი. ის რაც ამ დღეებში სასამართლო დარბაზში ხდება, რუსთავი 2 სასამართლო პროცესს გულისხმობ, არის ყოველად ამაზრზენი. ყოველწუთიერი შეურაცხყოფა
მოსამართლის ათასნაირი სიტყვებით მოხსენიება მისი ზონდერო მოსამართლეს აღარ გიწოდებს სახელად და ასე შემდეგ კორუმპირებულო გაყიდულო მე ვფიქრობ რომ უზენაესი სასამართლოს და მისი თავმჯდომარის მხრიდან თქვათ ამ ყველაფრის გარედან ყურება ისე რომ არანაირი რეაგირება არ მოახდინონ არის ჩემთვის ძალიან მიუღებელი მიუღებელია იმიტომ რომ საქმე ეხება არა კონკრეტულ მოსამართლე ურთმელიძეს, რომელსაც სხვათა შორის ნიკა გვარამია მისცა ხმა ხელისაწევით, რომელიც სხვათა შორის ეს არ არის რუსთავიორის საქმე პირველი, სადაც მოსამართლე ურთმელიძის მიმართ იყო პრეტენზიები, თან ძალიან სერიოზული პრეტენზიები. თუმცა მისთვის ზონდერი, კორუმპირებული და ასე შემდეგ არ უძახნია არავის. ამიტომ ვფიქრობ, რომ და ასევე არ ვფიქრობ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი დღეს წყდება და გადის რუსთავიორზე. ნამდვილად არ ვფიქრობ ამას და საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ქართულ ჟურნალისტიკაში დამკვიდრდა ბოლო დროს ძალიან ცუდი ტენდენცია. ის რომ თქვათ, თუ შენი ასე კოლეგა ან რაღაცა მიახლოებული ასე კვეთა მაინც აქვს შენ საქმესთან არ შეიძლება იმისი კრიტიკა თუ გააკრიტიკებ მოგიძღვნიან სტატუსებს რომ ხარ არა კოლეგიალური აი პირდაპირ საჯაროდ ტერი და გამყიდველი პირდაპირ საჯაროდ ვაცხადებ რომ ნიკა გვარამია არ იყო არ არის და ღმერთმა დამიფაროს რომ როდესმე იყოს ჩემი კოლეგა ნიკა გვარამია რომელიც მე როგორც ჟურნალისტ მახსოვს უამრავ საქმეში შემიძლია ჩამოუთვალო გავახსენო ის საქმეები ჯერ კიდე იქედან დაწყებული კანცელარიაში რომ მუშაობდა როგორ აკონტროლებდა მედიას როგორ დადიოდა იმ სასამართლო პროცესებზე რომელიც მე მქონდა წინა ხელისუფლებასთან პირადად როგორ იდგა სასამართლო შემოსასვლელით რომ შემოსასვლელში რომ ჟურნალისტები არ ამოსულიყვნენ და არ გაეშუქებინათ ეს სასამართლო პროცესები და ასე შემდეგ 7 ნოემბრიდან 7 ნოემბრამდე მისი გამოსვლები, როდესაც ტელეკომპანია იმედის ამბავი წყდებოდა და აი ამ ყველაფრის შემდეგ თან თხოვენ რომ იცით რა რაღაცა წარსულს რატო ახსენებთ? იმიტომ ბატონებო რომ წარსული არის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. კეთილინებას უყვალამ და იცხოვროს ისე, რომ არ გაახსენონ თავიანთი წარსული. ამიტომ თუ ვინმე იმის გამო რომ მე ამ ყველაფერს ნიკა გვარამიას გავახსენებ და გავახსენებ ყოველთვის, განსაკუთრებით ტელეკომპანია იმედის საქმეს, ტელეკომპანიის შტურმით აღებას. ჟურნალისტების მიწაზე გართმას. ანუ ეს თემა ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, იმიტომ რომ მე მაშინ სისტემატიურ რეჟიმში ვმუშაობდი იმ ამბებზე, რაც ტელეკომპანია იმედში ხდებოდა. ვკითხულობდი იმ საქმის მასალებს, რომლებიც ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ იყო შეკერილი, იმიტომ რომ არც ერთი ჩანაწერის ავთენტურობა არ დადასტურდა. და აი უბრალოდ მეცინება წარედ მეცინება იმაზე, რომ აი ეს გუშინდელი გამოსვლა ნიკა გვარამიასი. როდესაც ის მოუწოდებდა, რომ ხა სპეცრაზმერები შემოიჭრებიან და მოდით ხალხნო და აქ მთელი ამბავი ატყდება. კეთილი ინებოს ბატონმა გვარამიამ და კარგად გაიხსენოს, როგორ აღძრეს და რა მუხლით აღძრეს საქმე ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ. რატომ გამოიყვანეს ის სამშობლოს მოღალატე, რატომ დააბრალეს ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება? მეტი არაფერი არ ეწერა მათ მიერ თქვათ აღძრულ საქმეში, რომ პატარკაციშვილი აკეთებდა გარკვეულ მოწოდებებს. და ძალიან დიდი ბოდიშით, მაგრამ ხა ამ ყველაფრის გამო თუ თქვათ რუსთავიორის ჟურნალისტები მომიძღვნიან დიდ სტატუსებს, კოლეგიალურობას და არაკოლეგიალურობას, ეს არის ჩემთვის ნაკლები. გასაგებია, გია ქვეყანაში არის თუ არა რეალურად შექმნილი თავისუფალი მედია გარემო? ამასიანაც ვიყავი ამ სტუდიაში და ვთქვი 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში არის თავისუფალი მედია გარემო. ვისაც უნდა რომ იყოს მედია, ვისაც უნდა რომ იყოს ჟურნალისტი, ვისაც უნდა რომ შექმნას სიუჟეტი, დაწეროს სტატია, გააკეთოს ნუ არის რა ჟურნალისტური პროდუქტი, მისთვის ყველანაირად სახელმწიფოს მხრიდან გზა არის ხსნილი. სხვა საკითხია რამდენად ხელეწიფება მას ჟურნალისტური პროდუქტის შექმნა, რამდენად უნდა რომ ის იყოს თავისუფალი, ეს სხვა საკითხია, ეს არის უბრალოდ ინდივიდუალური პრობლემა და რაც შეეხება თამარმა თქვა, გვარამიაზე ამბობდა და კოლეგიალობაზე ამბობდა, ნუ არ უნდა გავიკვირდეს როგორი მედია საშუალებაც არის რუსთავიორი, ზუსტად ისეთი გენერალური დირექტორი ყავს მას. ნაპროკურორალი, ნამამაძაღლარი, ჩვეულებრივი ნაძირალი და ეგეთივე არის თვითონ რუსთავიორის. ხა რა თქვინა მაგალითები გავიხსენოთ. ეგრე არ ხდება რომ დასრული ადამიანები 3 წლის წინ მედია საშუალებებს ხურავდნენ, კოლეგებს არბევდნენ, აპრავებდნენ ამას უყოლაფერს და უცებ გადის რაღაც რამდენიმე ათეული თვე
და ადამიანები გებიან თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე იმ სახელმწიფოში, სადაც თავისუფალ სიტყვას არანაირი პრობლემა სწორედაც რომ არ ექმნება, ეს ყველაფერი არის მიმართული იქითკენ, რომ წავიდეს ეს პროცესები, რომელიც დაანონსებული იყოს ხაჩურის სასამართლოში ბატონ გვარამიას მიერ, რომ ჩვენ აღსრულებას ხელს შეუშლით, ამ განცხადებაზე უნდა მოხდარიყო უკვე რეაგირება, ხელის შეშლა, ხო, ძალადობრივი მეთოდებით ხდება ბატონებო და ქალბატონებო და ის ავთენტურობა თუ არა ავთენტურობაც, რომელიც საერთოდ დაადასტურა გვარამიამ, ეს ყველაფერი ლოგიკური გაგრძელება იყო და მასში ამ ყველაფერთანაც მანამდე ხდებოდა. გასაგებია, ახლა ამჯერად უკვე რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ ამავე თემით დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში და პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვებიან სამხრეთის კარიბჭის მთავარი რედაქტორი ნინო ნარიმანიშვილი და ასევე გურია ნიუსის რედაქტორი ნატო გოგელია. დაგველოდეთ. ბრუნდებით სტუდიაში. მსოფლიო 65 ქვეყანაში ინტერნეტ თავისუფლების თვალსაზრისით საქართველოს პრესის თავისუფლების კუთხით ასევე ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებში მოხვდა. საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House 2015 წლის ინტერნეტ თავისუფლების ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ცენზურისა და ინტერნეტში მომხმარებელთა უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა ასახული. სტუდიაში იმყოფებიან ლაშა ტუღუში და თამარ ლეფსორიძე, მათთან საუბარს რამდენიმე წუთში განვაგრძობთ. მანამდე კი პირდაპირ ეთერში ჩავთავთ სამხრეთის კარიბჭის მთავარ რედაქტორს ნინო ნარიმანიშვილს. ქალბატონ ნინო, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ნინო, რა ვითარება რეგიონში მედიის თავისუფლების მხრივ? ხართ თუ არა თავისუფლები, არის თუ არა შეზღუდვა, იგივე თუნდაც ვინმეს მხრიდან? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს სტუმრებს და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რაც შეეხება რეგიონების მდგომარეობას სამცხე-ჯავახეთის მაგალითზე, მე შემიძლია ვთქვა, რომ სამხრეთის კარიბჭე არის თავისუფალი მედია საშუალება, ის ითვლის უკვე 11 წელიწადს, თუმცა თავისუფლების ეს 11 წელიწადი არ ყოფილა ძალიან მარტივი და აქამდე ძალიან ბევრი ქარტეხილის შედეგად მოვედით. არც წინა ხელისუფლების პერიოდში და არც ამ ხელისუფლების პერიოდში ადვილი არ არის ამ თავისუფლების დაცვა, თუმცა შედარებას თუ გავაკეთებთ, ძალიან განსხვავდება ფორმები და მეთოდები, რითაც ამ მედიის თავისუფლებას უპირისპირდებიან. თუ მაგალითად წინა ხელისუფლების პერიოდში გაცილებით უფრო ფრთხილი მიდგომები ჰქონდათ და გაცილებით უფრო ფარულად ხდებოდა ჟურნალისტებზე ზეწოლა, ამ ხელისუფლების პირობებში ეს მეთოდები გახდა გაცილებით უფრო ხისტი, უფრო აგრესიული, უფრო ისეთი პირდაპირი და ამის დამსახურებაცაა ერთგვარად ის, რომ ვთქვათ, გახმაურდა სამხრეთის კარიბჭეს ირგვლივ ბევრი ასეთი ფაქტი. მაგალითად, წინა ხელისუფლების პერიოდში სამხრეთის კარიბჭეს ორ თანამშრომელს მოუხდა სამსახურის იძულებით დატოვება, თუმცა ეს იყო იმდაგვარი მცდელობა, რომ ამბავი არ გახმაურებულა, უბრალოდ მათ დატოვეს სამხრეთის კარიბჭე და საერთოდ გადავიდნენ სხვაგან სამუშაოდ, ერთი მათგანი საერთოდ აღარსად აღარ დაუწყია მუშაობა. ამ ხელისუფლების პირობებში ალბათ ყველას ახსოვს 2014 წლის დეკემბერში რედაქციასთან გამართული აქციები. ეს იყო სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს ინსპირირებული აქცია. მე ძალიან ცალსახად შემიძლია ამის გაცხადება, იმიტომ რომ ეს ჩვენ დაგვიდასტურეს იმ ადამიანებმა, ვინც შემდგომ ისევ მაღალჩინოსნებმა კონკრეტულ ჟურნალისტთან გააგზავნეს იმის სათხოვნელად, რომ მას სტატია, რომელშიც სამხარეო სამმართველოს უფროსის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებზე იყო საუბარი, სხვაგვარი ფორმით დაეწერა, უარეყო თითქოს და მაშინ მისი რესპონდენტები აფექტის მდგომარეობაში იყვნენ და ისინი არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ძალიან ლოგიკურად მიდის ჩვენი მოსაზრებები ამ ფაქტამდე, იმიტომ რომ ამბავი, რის გამოც აქციები გამართეს 2014 წლის ივლისში მოხდა, მთელი ივლისიდან დეკემბრამდე პერიოდში არ გაჩენიათ არანაირი გაღიზიანება ის მისამართით და როგორც კი 8 დეკემბერს რედაქციამ სტატია გაავრცელა სამხარეო სამმართველოს უფროსზე, ამას მოყვა ჯერ ზარები და შემდგომ 11 და 12 დეკემბერს აქციები რედაქციასთან და შემდგომ 13 დეკემბერს ორი ადამიანი მიუგზავნეს ჟურნალისტს ისევ და ისევ ვიმეორებ სტატიის შეცვლის მოთხოვნით და იყო პირდაპირი მუქარაც, რომ თუ შენ კვლავ გააგრძელებ ამდაგვარი სტატიების წერას, შენ დაგიმახინჯებენ ცხოვრებას. არც მხოლოდ სამართალდამცველებზე არ შემიძლია ამის თქმა, იგივეა საჯარო მოხელეების მხრიდანაც, მაგალითად, თუ წინა ხელისუფლების პერიოდში ისინი გემალებოდნენ, კომენტარს არ გაძლევდნენ, ინფორმაციას გიგვიანებდნენ და ამით აფერხებდნენ შენს
მუშაობას. ამ ხელისუფლების პირობებში სულ ბოლო ფაქტს გავიხსენებ 9 ოქტომბერს 2015 წელს ახალციხის მერიის თანამშრომელი ხელით შეეხო სამხრეთის კარიბჭეს 2 ჟურნალისტს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი აშუქებდნენ ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლში გაჩენილ ხანძარს. როგორც აღმოჩნდა, ეს თანამშრომელი იყო დაზარალებულების ახლობელი, ეს იყო გვიანი საღამო და შემდგომ მერიაში თავი იმართლეს, რომ ის არ ასრულებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს მას არ ათავისუფლებდა საჯარო მოხელის თმენის ვალდებულებისგან. ამდენად ასე დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ ფორმები, რითაც ეს ხელისუფლება ებრძვის თავისუფალ მედიას, გაცილებით ხისტი და აგრესიულია. ძალიან დიდი მადლობა. ნინო პირდაპირ ეთერში სამხრეთის კარიბჭის მთავარი რედაქტორი ნინო ნარიმანიშვილი საუბრობდა 20-30 პირდება ნინოსაც და მაყურებელსაც ბუნებრივია რომ ჩვენ გადამღებ ჯგუფს აუცილებლად გავგზავნით ადგილზე და მის მიერ გახმაურებულ ფაქტებს 20-30-იც მათ შორის შეისწავლის ადგილზე. ამჯერად უკვე პირდაპირ ხაზზეა გურიანიუსის რედაქტორი ნატო გოგელია. ნატო მოგესალმები, როგორ აფასებთ მედიის თავისუფლებას საქართველოში? თავად როგორ გარემოში გიწევთ მუშაობა? მოგესალმებით. ბოდიშს გიხდით ტექნიკური ხარვეზისთვის, ნატო გოგელიას ჩვენ მოგვიანებით აუცილებლად დავუკავშირდებით და შევეცდებით რომ ჩავთოთ პირდაპირ ეთერში. ახლა კი ისევ ვუბრუნდებით სტუდიის სტუმრებს, თამარ ლეფსვერიძე, ლაშა ტუღუში რჩებიან ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. ლაშა, ისევ ამ ჩანაწერებს ვუბრუნდები და უფრო კონკრეტულად მინდა კომენტარი გთხოვო და შეფასება გთხოვო ამ შემთხვევაში უკვე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ანუ ფარულ ჩანაწერაზე ამახვილებენ ყურადღებას როგორც გვარამი ისე ბოკერია, თქვათ ამ ჩანაწერიდან გამომდინარე, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს და რომლის ავთენტურობას, ნიკა გვარამიამ დაადასტურა, მაგრამ ბოკერიას ამ დრომდე არ დაუდასტურებია. ერთგვარად შეიძლება ითქვას, ნაწილობრივ დაადასტურდა. საქართველოში სატელეფონო მოსმენებზე ღია თუ შეიძლება საუბარი. მიმდინარეობს თუ არა ახალი ხელისუფლების პირობებში ფარული სატელეფონო მოსმენა? მე დიდი იმედი მაქვს, რომ ის ასე ვთქვათ, ვაკხანალია, რომელიც იყო სულ რამდენიმე წლის წინ საქართველოში ასეთი მასშტაბური არ არის აქ. ამას აბსოლუტურად ღია და გულწრფელად ვამბობ. პრობლემა არის ის, რომ ჩვენ სამწუხაროდ ვერ შევქმნით ჯერჯერობით სისტემები, რომელიც დაამყარებდა სერიოზულ კონტროლს სამართალდამცავ ორგანოებზე. მაგალითად, პოლიციის ნაწილში ეს კონტროლის მექანიზმები არსებობს, თუმცა საკმაოდ მოწყვლადია, იმიტომ რომ არის პირდაპირ მიერთება და მათ შეუძლიათ ჩვენ ვართ ასე ვთქვათ მათ კეთილნებაზე, ამ შემთხვევაში კეთილი ასე ვთქვათ პოლიციელი ბოროტე ხშირად როდესაც ესეთ შედარებას აკეთებენ, იმიტომ რომ კი ჭირდებათ ნებართვა, მაგრამ მათ შეუძლიათ ფაქტობრივად კარი ღია, შეუძლიათ შევიდნენ, ნახონ და გამოვიდნენ. ანუ ჩვენ მათ ნებაზე ვართ დამყარებული, როდესაც განვითარებულ ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში ისინი ვერ შედიან, მიდიან, მათ არ აქვთ პირდაპირი ცდომა, მიდიან კომპანიებში და კომპანიის მეშვეობით აკეთებენ ამ მოსმენებს. შესაბამისად, არ ვიცი ხა ლოგიკა კარნახობს, რომ საფრთხეები არსებობს. მეორე პრობლემა არის ის, რომ უშიშროების ნაწილში, უსაფრთხო უშიშროების მე გულისხმობ სპეცსამსახურებს ამ ნაწილს, იქ აბსოლუტურად არანაირი კონტროლი არ არის. განვითარებულ ქვეყნებში იქ არის ძალიან ძლიერი საპარლამენტო კონტროლი და მათაც არ შეუძლიათ ესე პირდაპირ რა თქმა უნდა, აქვთ ტექნიკური საშუალებები, სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ, ზოგჯერ უკანონოდაც ახლა ბევრი ფაქტი ვიცით, ხო? დემოკრატიულ ქვეყნებშიც ხდებოდა რაღაცეები, მაგრამ ეს არ არის დიაგნოზი სხვანაირია, გესმით? ამ შემთხვევაში მიზნები ცოტა განსხვავებულია. ცოტა განსხვავებულია მეთოდოლოგიები და ასე შემდეგ. ისინი თუ არღვევენ მათი დარღვევა სხვა მოტივებით არის გამოწვეული, ჩვენთან არღვევდნენ სხვა მოტივებით და სხვა მიზნებით. ჩვენთან ამას ჰქონდა შიდა პოლიტიკური კონტექსტი, მაგალითად აგროვებდნენ კომპრომატებს, უძრებოდნენ ადამიანებს, ასე ვთქვათ, პირდაპირ საძინებლებში,
ერთმანეთს უთვალთვალებდნენ, არ დარჩა არანაირი სფერო, ხო, ჟურნალისტები, სამღვდელოება, ბიზნესმენები, არა მარტო ინტიმურ ნაწილზით ინტერესდებოდნენ, არამედ უყურებდნენ ვის სად რა ფული აქვს, ვინ ვისთან მეგობრობს, Facebook-ებს ნახულობდნენ, ყველაფერს იკვლევდნენ. ავტომატურად იწერებოდა დაახლოებით როგორც მე მახსოვს 25,000 ადამიანის საუბარი, ანუ ეს არის პროგრამა სპეციალური, სადაც ესეთი რისკის ჯგუფები, ანუ აქტიური ტიპები არიან შეყვანილი, მათ შორის პოლიტიკოსები პარტიებში იღებდნენ და ყველაფერს ამბობდნენ და ეს იყო შეგროვებული, როცა დაჭირდებოდათ, ამოიღებდნენ და დადებდნენ და არწებობდა ღია სამყარო, რასაც ჩვენ ესე უყურებდი და არსებობდა კიდე ფარული და ჩვენ არ ვიცით, ეხლა მაგალითად უამრავი საქმე, როცა ნოტარიუსთან ღამის სამსაზე ქონებები გადააფორმეს, სწორედ ამით იყო რაღაცას დადებდნენ იქ, რომ ეუბნებოდნენ, რომ ეხლა ჩვენ ამას ვიგიზამთ და მე და ისინი მიდიოდნენ აფორმებით. ეხლა რა ვითარება, კიდევ ერთხელ გიმეორებ, მე მაქვს რაღაც სიგნალები, რომ ეს სისტემა რახან არ არის ეფექტური კონტროლის ქვეშ. სადღაც რაღაცები მესმის რომ ხდება, თუმცა ვიმეორებ ასე მასშტაბურად არ არის. ამიტომაც ჩვენ უნდა განვავითაროთ და გადავდგათ ნაბიჯები წინ იმისათვის, რომ არ დაუტოვოთ საცდუნებელი იმ ხალხს რა, იმიტომ რომ ეს სისტემა ისეთია, თუ მას არ აკონტროლებთ და ეს კონტროლი არ არის ძლიერი, ნიშნობა არ აქვს დაუშვათ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ეტყვის მათ თუ არ ეტყვის. ისინი თავისთვის გაიკეთებენ დღის წესრიგს და თვითონ დაიწყებს სპეცსამსახური ამის კეთებს, იმიტომ რომ სხვა შორის მე მოსმენილი მქონდა, რომ მარტო იმიტომ კი არ აკეთებდნენ ვიღაც პოლიტიკოსი ავალებდა, უბრალოდ ძმას ჰქონდა თქვა ბიზნესი და ხო რა თქმა უნდა გამდიდრების მიზნის გართობა ეს კიდე ცალკე სასაცილო ისტორიებია, მაგრამ მე ვლაპარაკობ იმენ რომ პირადი მერკანტილური მიზნები ჰქონდათ იმათ, რომ იმიტომ რომ კონკურენტია ვიღაცა, იქ რაღაც უნდა წაართვა, იქ შენ გაინტერესებს, ვიღაცა თხოვდა, მიდი რა ჩემი ძმაკაცის რაღაც ინტერესია, ერთი აბა მიდი ნახე რა ხდება. საოცრებები ვიცით რაც ხდებოდა, უბრალოდ პრობლემაც ის იყო, რომ წინაზეც გითხარით და ეხაც ვიმეორებთ, 2 წელია დევს 10,000 ფაილი პროკურატურაში. გამოძიებამ რა გააკეთა? მოდით რა ვკითხოთ რა. რატომ არ აქვს პროკურატურის თანამშრომლები ჩვენთან არ მოდიან ბატონო ვაშა ბოლო პერიოდში ყოველ შემთხვევაში 2014 წლის იანვარს კომისიამ, სადაც შედიოდა შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, პროკურორი, მათ შორის ომბუდსმენი, მოსამართლე და 3 წევრი სამოქალაქო საზოგადოების გადავეცით ეს ტონობით მასალა პროკურორს, რომელიც იქ იჯდა და ვთხოვეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიეთ. ჩუმი არის ბატონო ვაშა, მაცნობებს, რომ რამდენიმე წუთში მთავარი პროკურატურა სპეციალურ განცხადებას გააკეთებს ამ სავარაუდოდ ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მანამდე კიდევ ერთი ინფორმაცია, ჩანაწერის არსებობას, ასეთი საუბრის არსებობას ადასტურებს ნიკა გვარამია, ანალოგიური განცხადება გააკეთა დაახლოებით ბოკერიამ, გიგა ბოკერიამ. ამასთან ერთად რუსთავის საინფორმაციო სამსახურის სპეციალური განცხადება ზაალ უდუმაშვილმა გააცნო საზოგადოებას. მისი თქმით, რუსთავის საინფორმაციო სამსახური ემიჯნება ძალადობრივი სცენარის განვითარებას. თამარ, ვიდრე მოვასწრებთ და იმედი მაქვს, რომ მოვასწრებთ ნიკა გვარამიას კომენტარის პროდიუსერი მეუბნება, რომ ჩვენ შეგვიძლია უკვე მოვისმინოთ ნიკა გვარამიას კომენტარი, გთავაზობთ პირდაპირ ეთერში. მიხეილ სააკაშვილი არის ჩემი ახლო მეგობარი. მისი პოზიციები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა. თუმცა არ ნიშნავს ეს ცხადია არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველაფერში ერთი პოზიცია გვაქვს და ჩვენ ყველაფერში ვიზიარებთ ერთმანეთის აზრს. რაც შეეხება იმ გარემოებებს, რომელზეც არის საუბარი, დიახ, ვადასტურებ მიხეილ სააკაშვილის აზრით, ჩვენ სიტყვის თავისუფლება უნდა დაგვეცვა იმ მეთოდებით, რა მეთოდებზეც ის საუბრობს. ეს არის შენობის ბარიკადირება, კუნთმაგარი ადამიანების შემოჯარვა და ბოლომდე წინააღმდეგობის გაწევა. თამარ, ეს ნიკა გვარამიას კომენტარი გახლდათ ისევ აუდიო ჩანაწერებს დავუბრუნდები. ამ აუდიო ჩანაწერების გათვალისწინებით, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გავრცელდა უკრაინულ პორტალზე, შეიძლება თუ არა ვისაუბროთ საქართველოში ფარულ მიყურადებაზე. საქართველოში ფარულ მიყურადებაზე შეგვიძლია. მე ვფიქრობ, რომ რაღაც დოზით საქართველოში ფარული მიყურადება გრძელდება. აი ვინ აგრძელებს ამას და რა მიზნებით აგრძელებს, ეს კიდევ ცალკე გამოძიების თემაა, გამომდინარე იმ ცნობილი პატრულის და ეკა ყუშიტაშვილის ამბებს თუ გავიხსენებთ. ანუ
მაშინ მაგალითად გამოვიდა ბატონი გივი თარგამაძე და პირდაპირ თქვა, ხო, რომ ეს სახელმწიფოს ინტერესები და რომ ემხილათ და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები. არ ვიცი, ხო და მე არ ვიცი ვინ უსმენს. მე არ ვიცი, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ხა პარლამენტარები ვერ მოусმენენ. მაგრამ მე ვამბობ იმას, რომ შესასწავლია ვინ რა მიზნით უსმენს ცალკე და ასევე რატომ უსმენენ, იმიტომ რომ მე მაქვს განცდა იმის, რომ ფარული მიყურებები დღეს საქართველოში გრძელდება და კიდევ არის და ვფიქრობ, რომ არც თუ ისე მცირე დოზით. ამიტომ ეს საკითხი ძალიან კარგად არის შესასწავლი და ამ ხელისუფლებამ ის ვალდებულებები, რაც აიღო ქვეყნის წინაშე, რომ ამას წერტილი დაესმება, აუცილებლად უნდა შეასრულოს. თუ უსმენს სიტყვაზე ვიღაცა ოპოზიციიდან და ესეთი ინტერესული ხასიათი აქვს, მაშინ ჩვენი სამართალდამცავების ფასი არის 0. იმიტომ რომ შეუძლებელია ხა ეგეთ რამე. მაშინ სად არიან ჩვენი სამართალდამცავები? რას ქვია, სულ გვესმისო ვიღაცები უსმენენ და დამცავ ორგანოებშიც არიან ის ადამიანები, რომლებიც იცით რა არის? კიდევ ცალკე თემაა. ო, რა თქმა უნდა, ამ ძალიან კაი იქნება თუ თქვენ დისკუსიას მოაწყობთ ამას. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ეს ანუ საინფორმაციო სამსახური ემიჯნება ნიკა გვარამიას? რომელმაც დაადასტურა ეს ძალადობრივ მოწოდებებს. ძალადობრივ მოწოდებებს. ასეთია საინფორმაციო რუსთავის საინფორმაციო სამსახურის განცხადება, რომელიც საზოგადოებას გააცნო ზაალუდ უმაშოვმა. ძალიან დიდი მადლობა 2030-ის შეკითხვებს. ინტერნეტ გამოცემა ეპრესის მთავარი რედაქტორი თამარ ლევსორიძე, გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში პასუხობდნენ. რეკლამის შემდეგ ნინუცა კახნიაურის პირდაპირ ჩართვა ტიფლისის მეორე სეზონის პრემიერიდან. სატელევიზიო პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე პირველად ქართული კინოს და ასევე გაიმართება სატელევიზიო პრემიერა ტიფლისის ადგილზე იმყოფება ნინუცა კახნიაური, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება, რომ რამდენიც ჩემთვის არის ცნობილი, მასთან ერთად სტუმარიც იმყოფება. ნინუცა, მოგესალმები და გისმენთ. მოგესალმები, მაგრამ მივესალმები 2030-ის მაყურებელს და გეტყვით, რომ ჩვენება რამდენიმე წუთში დაიწყება. თითქმის ყველა ბილეთი ერთი კვირით ადრე ჯერ კიდევ უკვე გაყიდული იყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მოლოდინი დიდია და ტიფლისის მაყურებელი მოუთმელად ელოდება ახალი სეზონის დაწყებას. ხოლო თუ რა მოლოდინი აქვთ უკვე ტიფლისის შემქმნელებს, ამაზე თავად ისაუბრებენ. ახლა ჩემთან ერთად იმყოფებიან ერთ-ერთი სცენარისტი და რეჟისორი ივა და ასევე მსახიობი კახა კინწურაშვილი. ივა, დავიწყებ შენით, რას ნახავს მაყურებელი ახალ სეზონზე? განსხვავებული გარემო, დამატებით ახალი პერსონაჟები, რომლებიც შემოდიან ტიფლისში, ბევრად დიდი მასშტაბი, გაზრდილი და სხვა ისტორია საერთოდ, პირველი სეზონის გაგრძელება, მაგრამ საერთოდ სხვა და უფრო დიდი და უფრო ახალი, უფრო მასშტაბური ამბის დაქოქვა. იქნებიან ძველი გმირები თუ უკვე ახალი პერსონაჟები შემოვლენ? ძველი გმირები რა თქმა უნდა დარჩებიან და დაემატებიან ახალი პერსონაჟები. ძველ გმირებს ნახავთ ისეთ გარემოში და ისეთ სიტუაციაში, როგორშიც ჯერ არ გვინახავს. ეს არის მთავარი მოლოდინი, რაც დავტოვეთ პირველ სეზონში ტიფლისში, ის ამბები უფრო მეტად გართულებული, გამზაფრებული და გადიდებულია რა ესე რომ ვთქვათ. კახა, მოლოდინი არის ძალიან დიდი. როგორ ფიქრობ, გაამართლებთ მაყურებლის იმედებს? ისინი ძალიან ელოდებიან მეორე სეზონის დაწყებას. რა შეიცვლება? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებლებს. ზუსტად არ ვიცი სიმართლე, ესე ვერ იტყვი რა, ანუ მოლოდინს გაამართლებს თუ არა. ფაქტი არის ერთი, რომ პირველ სეზონს პირველი სეზონი მაყურებლებმა ძალიან კარგად მიიღეს, დღევანდელი დღეც მეტყველებს, იმიტომ რომ ეხლა გავიგე რომ მთელი დარბაზი გაყიდულია, თან უცნაურია, იმიტომ რომ სატელევიზიო პრემიერა 2 დღეში იქნება GDS-ზე და ეს ინტერესი რომ რაღაც პირველებმა ნახონ და 2 დღე ვერ ითმენენ, უკვე ძალიან სასიამოვნოა. რაც შეგვეხება ჩვენ იქედან გამომდინარე რომ მაყურებლების მხრიდან დიდი მოლოდინი იყო, შესაბამისად უფრო დიდი და უფრო მეტი პასუხისგებლობით მიუდექით მეორე სეზონს და ვნახოთ რა გამოგვივა და ვნახოთ მაყურებელი ამ ყველაფერს როგორ შეაფასებს. ალბათ იქნება რაღაც შეცდომები როგორც პირველში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ჩვენ არ ვცდილობთ მაყურებლებისთვის და არ ვაკეთებთ კონკრეტულად ხალხისთვის. მე აღარ მოგასცემთ თქვენ პრემიერაზე უკვე გელოდებიან დაგემშვიდობებით და მაყურებელს ვეტყვი, რომ 2 ნოემბრიდან ყოველ ორ შაბათს 22 საათსა და 30 წუთზე თქვენ აუცილებლად უნდა გადმორთოთ GDS-ზე, რადგან ტიფლისი ბრუნდება და თუ რაც ნახავთ 2 ნოემბრიდან, ამას უკვე რეპორტაჟში იხილავთ. ავიდა!
ტიფლისიდან ციმბირამდე და უკან. გრძელი გზა დიდი თავგადასავლით. გასულ სეზონზე ტიფლისში შეწყვეტილი ისტორია ახალ სეზონზე ციმბირში გაგრძელდება. მოქმედების ადგილი ციმბირი. ის რომ გარემო ზუსტად ისეთი ყოფილიყო, როგორც იქ, ამაზე 6-მა მხატვარმა იმუშავა. საქართველოში ციმბირის გაკეთება ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ ლანდშაფტი ციმბირისგან ძალიან განსხვავდება, თვითონ ბუნებაც ძალიან განსხვავებულია. ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად მიახლოებული, ანუ ნაძვებიანი ტყე ყოფილიყო და რაც შეიძლება ახლოს თბილისთან, ეს იყო ბეთანია. ავიცი ავაშენეთ იქ სახლები, მიახლოებული და მივამსგავსეთ ბარაკებს. შემდეგ ამას ვიზუალური მხარე როგორც იქნა ძალიან შევეცადეთ რომ მივემსგავსებინა. მე-19 საუკუნის საქართველო ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ. დღევანდელი საღამოს გადავაგოროთ. და ხვალიდან უკვე მდარდელი დღეები გველის. თავადების წინააღმდეგ მებრძოლი თავზე ხელაღებული დღეში გავარდნილი ყაჩაღები. ისტორიები, რომლებიც გასულ სეზონზე დაიწყო, ისევ გრძელდება. იზრდება მასშტაბები და მსახიობების რაოდენობა. ძველ მაყურებლისთვის უკვე კარგად ნაცნობ გმირებს ბევრი ახალი პერსონაჟი დაემატა. ისინი ყველა ერთად კვლავაც ძველ დროში დაგვაბრუნებენ. დაძაბულობა მატულობს. ვისურით, ხოცავთ, დავხოცავთ, დაგვიხოცია და დასახოცი ჯერ კიდევ ბევრია. არჩილი მეტად უფრო ტრაგიკულია, მეტად უფრო დამძიმებულია და შესაბამისად მე როგორც მისი ისეთი ძალიან თბილი და ალერსიანი მეუღლე, მე მასთან ერთად ვარ განცდებში და მე მომენად რაღაცა როცა სხვა საუკუნეს ვეხებით. რაცა სხვა ღირებულებებს, რაღაც სხვა სულისკვეთება, მე კოსტიუმებია ლამაზია, ინტერიერია ლამაზი, რაც აკეთებენ ამ ყველაფერს. სხვანაირად გინდება თუნდაც იმეთყველო, იმოძრაო, იმიტომ როგორც მე დავდივარ ცხოვრებაში, ესე ვერივლი, როცა რაღაცა ის გაცვია ყველაფერი და რაღაცა ოდნავ ამაღლებულია, ჩემთვის რაც სიმართლე ვერ გითხრა მომენატრა. მეორე სეზონის გადაღების იდეა პირველის დასრულებისთანავე გაჩნდა. მეორე სეზონის გადაღება გადავწყვიტეთ მას შემდეგ, რაც ვნახეთ ხალხის რეაქცია და ბევრი კითხვები იქნება თუ არა მეორე სეზონი. შეიძლება მანამდე ვფიქრობდით, აი გადაგვეღო თუ არა, რადგან ჩვენ თვითონ მაყურებლის რეაქციის გარეშე ყვაყოფილები ვიყავით ამ პროდუქტით, იმიტომ რომ იყო რთული პროდუქტი, მაგრამ შევძელით ამ კოსტიუმირებული დრამის გადაღება. ამას პლუს დაემატა ის, რომ ხალხმა მოითხოვა რეალურად და რა თქმა უნდა პირიქით გაგვიხარდა ჩვენ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ გადაგვეღო მეორე სეზონი. ორიგინალური დრამა, რომელმაც მთელი საქართველო აალაპარაკა, GDS-ის ეთერში 2 ნოემბრიდან დაბრუნდება. ასეთი იყო 29 ოქტომბრის 2030. მე მაკაცინცაძე ვარ, რამდენიმე წუთში კი GDS-ის სიტუაციური კომედია ცოლები და ქმრები გელოდებათ. მე ხვალამდე გემშვიდობებით დროებით.